საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით ქართული ტევეს ეთერში თქვენ უყურებთ საავტორო გადაცემას სათნოების საათი, რომლის ავტორიც და წამყვანიც გახლავართ მე ციცი გურიელი. ჩემი დღევანდელი სტუმარი ყველასთვის საყვარელი ადამიანი გახლავთ, ძალიან პატივცემული პიროვნება, ნიჭიერი ადამიანი, რომელიც სულ ახლახანს დაგვიბრუნდა ალბათ წელიწადნახევრიანი ემიგრაციიდან ბატონი ჯუბა ღებელი. გამარჯობათ, რომელიც გახლავთ ჟურნალისტი, ტელერეჟისორი, პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი, ილია ჭავჭავაძის, გიორგი ლეონძის, გალაქტიონ ტაბიძის და სხვა პრემიების მფლობელი გახლავთ, 8 წიგნის ავტორია და ამასთან მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ბრძანდება. მოგესალმებით ბატონო ჯუბა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მიხარია რომ ისევ საქართველოში ხართ. წელიწადნახევრიანი იყო ესა? ხო, არ მეშლება თქო. ანუ წელიწადნახევარი ბატონო ჯუბა ბრძანდებოდა ესპანეთში. ესპანეთს და ჩვენ ქართველებს ძალიან ბევრი გვაქვს საერთო ბასკებს და ქართველებს. აი როგორ ჩამობძანდით, როგორი შთაბეჭდილებებით ჩამობძანდით, რა მოგცათ აი ამ წელიწადნახევარმა ესპანეთში ყოფნისამ, პარალელები რო გავავლოთ ჩვენსა და ესპანეთს შორის. პირველ რიგში მივესალმეთ მაყურებელს, რა თქმა უნდა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მინდა მოგახსენოთ ჩემო ძვირფასო მეგობარო, არაჩვეულებრივო ასევე შემოქმედო. მე ყოველთვის მიხარია ამ ტელევიზიაში სტუმრად ყოფნა, იმიტომ რომ ეს ტელევიზია არის სიყვარულის, მართლაც სათნოების გასახელწებად შენი გადაცემა ატარებს და ჩვენ სწორედ ეს სიყვარული გვაკლია ადამიანებს, აი ამ სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ და ვიყოთ ამ ქვეყანას და აი ამ სიყვარულის ნაკლებობას რა თქმა უნდა ყველაზე მეტად უცხოეთში განიცდი ადამიანი. მე ხშირად დავდივარ ევროპაში, თითქმის ყოველ წელს დავდიოდი, მაგრამ აუცილებელი გარემოებათა გამო მომიწია წელიწადნახევარი იქ ყოფნა და ჩემთვის მე ვერ ვიტყვი რომ ჩემთვის მძიმე იყო იქ ყოფნა სამშობლოსგან მოშორებით წელიწადნახევარი. არ ვიქნებ ესეთი მაღალ ფარდოვანი რომ აი ძალიან გამიჭირდა სამშობლოს გარეშე ყოფნა. რთული და ძნელი იყო თავად სიტუაცია რის გამოც მეც იქ ვიყავი და რაც ჩვენ იქ მომიწია ის გადატანამაც, მაგრამ ეხლა ამ ინტერნეტ სივრცემ ისე გაახლოებს ეს შენ სამშობლოსთან და ხალხთან რომ მაინც დიდ ნოსტალგიას გრძნობ თქო. ხო, თითქოს ვეღარ თითქოს აი მეზობლად ხარ სადღაც წასული. ესე არის კი, თუმცა აი დამიჯერეთ რომ ეს არ არის ეს ტრაფარეტული და რაღაც სხვა სუნია ქართული მიწას, სხვა სურნელი აქვს, აი წვიმასაც სხვანაირი ფერი აქვს, ცისარტყელსაც სხვანაირად ანათებს და გათბობს. ჩიტით სხვანაირად გალობს. სხვა არის შენი სამშობლო რა. წყალსაც სხვანაირი გემო აქვს, პურსაც სხვანაირი გემო აქვს და ასე შე. ხოთა ესეთმა ძალიან კარგმა ერთმა ემიგრანტმა თქვა და სულ ვიმეორებ ამ სიტყვებს რომ შეიძლება ემიგრაციაში იყო ძალიან დიდხანს და ძალიან კარგად გრძნობდეთ, ძალიან კომფორტულად, მაგრამ იქ ხარ მარტო შენთვის და არავისთვის სხვისთვის და საქართველოში ადამიანები ხან სამძიმარზე დადიან, ხან რაღაც ურთიერთობები აქვთ, მოდიან ურთიერთობები აქვთ და ამით ცოცხალი ის იკვრება, სიცოცხლე არის და კარგად ხარ თუ ცუდად ხარ შენს ქვეყანაში მაინც ხალისიანად ხარ და შენს ხალხში ხარ და იქ ძალიან რთული არის და მე მივესალმებით ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენს ემიგრაციას და ღმერთმა ქნას რომ ისინი ძალიან მალე დაუბრუნდნენ თავიანთ. მეც ძალიან დიდი სიყვარულით მივესალმები, გიერთდები ჯუბა და რახან ემიგრაციიდან დაბრუნებული ხარ. ვისურვებდი რომ ყველა დაბრუნებული იყოს, უკლებლად ყველა ქართველი თავის ჭერს დაბრუნებული იყოს. კი აღნიშნე რომ ახლა ჩვენ ის რა ქვია ამ ინტერნეტის წყალობითო ვერც ვიგრძენი რომ საქართველო ნუ მაინც, მაგრამ
ემიგრანტებს ხო ნოსტალგია აქვთ უფრო მოძალებული სამშობლოსი, როცა ემიგრაციაშია ადამიანი და აი ემიგრაციაში ყოფ, მაინც ემიგრაცია ქვია ხო? ამდენი ხანი იყავე. როგორც გინდა ატრიალე, ემიგრაცია. იმ ცხოვრები ცხოვრობ, იქაური თეთრები ცხოვრობ. რა თქმა უნდა. აი უფრო მეტად იგრძენი ხო? იქ ყოფნის დროს იგრძნობა ხო? რომ როგორი ქვეყნის პატრონები ვართ, როგორი უნიკალური ჯიშის ხალხი ვართ, როგორი ისტორიის პატრონები ვართ, უფრო იქ სხვათა შორის ნენელა იგრძნობა ის, რომ ქართველებს ნენელა ეცნობა ევროპელი მოსახლეობა. თუ ჩვენ გარკვეული წლების წინ არავინ არ გვიცნობდა და არავინ არ იცოდა და დღესაც ხშირ შემთხვევაში ჯორჯია, ნუ ესპანურად ხორხია, რაღაც ამერიკის შტატი გონია და საერთოდ არ გაუგონიათ. ნენელა უკვე არა მარტო პოლიტიკოსებმა და საზოგადოების მაღალმა ფენამ, არამედ უბრალოდ ხალხმაც უკვე იცის, იმიტომ რომ გაჩერებებზე რო გეკითხებია სადაური ხარ და ეტყვი რომ აი ქართველი ვარ, საიდან კი არ ვარ, ქართველი ვარ. უკვე თვითონ გეუბნებიან რომ აი ეგ რომ არის და და ესეთი ქვეყანა რომ არის და თქმა ეს გიხარია და მე ვფიქრობ რომ აი ესპანეთში მაგალითად ორი ქუჩაა ქართველის ფეხბურთელის ერთი მოჭიდა ერთი ამ ჩვენი კიკბოქსინის აი ამ ორთავთაბძოლების მებრძოლის სახე და გვარი ლაშა თოფურიასი და მეორე ილია თოფურიასი და ფეხბურთელია ის მოჭიდავი არის ისაც თუ არ ვწდები შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა და ნენელა და ძალიან ბევრია ნენელა უკვე ევროპაში ყველგან იყიდებენ ქართველები ფეხს თუ ადრე ზოგადად ჩვენ გვიცნობდნენ როგორც მაინდა-მაინც ცოტა ცუდი საქციელები ჩამდენებს ნენელა ჩვენ ხალხს ეცნობიან როგორც სპორტსმენებს როგორც მწერლებსაც მათ შორის და ასევე როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მუსიკალური ხელოვნების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ეს რა თქმა უნდა მართლობს ჯუბა ხომ არ დაგიწერია ემიგრაციაში ლექსი ну მაგ შეიძლება ითქვას იყო ჩემთვის იქ ნაყოფიერი იყო ეს დრო იმიტომ რომ ყველაზე დეფიციტი სასაც განიცდის შემოქმედი ეს არის მისთვის დრო და დრო იქაც კი არ ყოფინდა იმიტომ რომ შემოქმედს სულ გინდა კონდეს მეტი დრო რომ წერო და მე არ ყოფნის არანაირად ხო არასოდეს ვერ გიყოფა იმიტომ რომ არ ვიცი რამე შეიძლება არ ვიცი სადღამდება სათენდება ვერ გიბულობ ადამიან როდის დაგათენდება და დაგაგიოს აბა წავიკითხოთ რამე იქაური თუ შეიძლება იქაურამდე მოდით მე აი მონატრებურს წავიკითხა კი ბატონო წავიკითხო შეიძლება ეს არ იყოს ახალი ლექსი მაგრამ რატოღაც აი მაინც ეხმიანება ჩემს სამშობლოს და აი სამშობლოზე არის ეხჩემო ტატო საქართველოს ფჭეჩა მოენგრა თუმცა ჯვარიც ჯვარობს მცხეთაც მცხეთობს მტკვარიც დუდუნებს გაქრა ხსენება წინაპართა წინა მორბედთა საშინელებებს გადაჰყვება ეს საუკუნე ჩემოფშაველო აღარ წესი აღარ სადათი ჩვენს დროში ახლა ქალი კაცობს კაცი დიაცობს გასაფხაზეთში მტერი როგორც ქართლის ბადრაგი და სასაცილო და რა ყოფნის საციციანო ვახტანგ მეფეო დავით მეფევე არეკლე რაძალით ძლევდით სპას სელჩუკთა სპარსთა ყივჩახთა გვერეკებიან სამშობლოდან როგორც ერკემლებს და მონებივით უცხოეთის ცისქვეში მივყავართ მე არაჩვეულებრივი ერთგვარი გამოხმაურებიც არის ემიგრაციასთან და არაჩვეულებრივი ახლა ჯუბა შენ სიტყვის ოსტატი ხარ და ლექსის რა ვიცი მე ძალიან სერიოზული შემქმნელი მწერალი ასე ვთქვათ ლექსის მწერალი პოეტი ანუ ამაზე ლექსებს არ წერ ლექსი თვითონ წერენ ჩვენ ხო რა თქმა უნდა არის აქ ხალხი ლიტერატურებმა და ერთო პოეტი შენ ხარ მე შენით მოლაპარაკე და ესე არის ხო ესეა ხო და რა მაინტერესებს ახლა იცი ესპანელები ბასკები არიან და ბასკებს და ქართველებს ძალიან ღრმა ძირი და რაღაც ურთიერთობა საერთო გვაქვს ბევრი და აი რას გრძნობდი შენ ქართველებსა და ბასკებს შორის შენ ქართველი რას გრძნობდი აი მათგან რა აღმოაჩინე საერთო
ქართული ჯიშისთვის დამახასიათებელი, ქართული ხასიათისთვის დამახასიათებელი, რა მე თუ აქვთ იმათ ესპანელებს. ჩვენ ზოგადად ხო სულ პრეისტორიულ წყაროებში ვეძიებით ყველა ერთან რა თქმა უნდა, რამის არის, იმიტომ რომ ჩვენ ვაბობთ ჩვენ ავართ პირველი და ჩვენ დავიწყე და უნებრივია, თუმცა არის ის მომენტი, რომ რა თქმა უნდა ეს იბერიის ნახევარი კუნძული არის და ჩემი პირველი ვიზიტი როცა იყო 2010 წელს 15 წლის წინ, ჩემი პირველი გაოცება ციცი იყო ის, რომ დავფრინდი თუ არა ბარსელონის აეროპორტში ყველა თვითმფრინავს ეწერა იბერია. შემდეგ ქალაქში რომ გამოვედი, ყველგან ბანკებს თითბოლ ბანერებზე გამოკრული იყო იბერია და ჩემს მეუღლეს ვეკითხებოდი რა ხდება, რა იბერია და მე გავაცნობია რომ ესა იბერიის ნახევარკუნძული და რა თქმა უნდა მე ესპანეთს ვეძახი დედა იბერიას და რატყაც გონია რომ ეს კი არ მგონია ესე ვფიქრობ რომ საქართველოს არის მამა იბერია და მარტო ესპანეთი არ არის იბერია არის ბრიტანეთი და ასევე ევროპის დასავლეთი ნაწილი და ასე რომ ჩვენ ყველგან საერთოდ ჩვენ უფრო ბასკებთან სიახლოვეს ვაკავშირებთ სვანებთან რომ უფრო გვანანო ბასკების სვანებსო თუმცა ჩემი მეუღლე არის ლინგვისტი და ესპანური ენით და საკმაოდ კარგად იცის მოვიკითხოთ ქალბატონი ნანა სიყვარულით აქედან ჯანმრთელობა უსურვოთ და ყოველივე კარგი გვიყვარხარ დიდი მადლობა ციცი და ნანა ამბობს რომ იმიტომ რომ კარგად ესმის მას ეს ენა და ამბობს რომ ბასკები სვანებს კი არ გვანან უფრო კახელებს გვანან იმიტომ რომ ეს კახელებმა რო იცეს სიტყვის მოქცევა რაღაც სხვა ესეთი უფრო ესეთები არიან და არა უფრო ესეთი ხო მაგრამ ჩვენთან ყველას თავისებური მოქცევა აქვს ყველა კუთხის იმას ჩვენთან ყველა კუთხის სხვათა შორის იქაც რამოდენიმე სამეფო და სამთავროთა დაყოფილი ახლა უფრო გეოგრაფიულ ადგილებათა ადმინისტრაციულ ერთეულებათა დაყოფილი ესპანეთი და მე სადაც ვიყავ ეს არის არაგონი ერთ-ერთი სამთავრო იყო ფაქტობრივად არაგონით იმართებოდა მთელი ესპანეთი და ულამაზესი მისი დედაქალაქი სარაგოსა და საინტერესო და ხალხი არის ახლა იმის გავსება რა შეიძლება იცით მარტო ბასკებთან კი არა მთლიან ესპანელ მოსახლეობასთან შეიძლება მსგავსი რომ მხოლოდ ყველაზე მთავარი რაც არის სტუმართ მოყვარეობები და სიტყვით თქვენ ვერ წარმოედგენთ როგორი თბილი ხალხი არიან იქ და ალბათ ევროპაში თუ სადმე შეიძლება რომ ადამიანმა იცხოვრო არა გამდიდრების მხრივ არამედ უბრალოდ შეგუების მხრივ ალბათ ერთადერთი მაინც ესპანეთია აი ამ სიტყვის აი ამ დამოკიდებულების გამო ძალიან უშუალო ხალხი არის თბილი ხალხი არის შეიძლება გამოგეცნოს ადამიანი აი უცხოელი ესპანეთს ხვდება და მეორე გაჩერებაზე რომ ჩადის უკვე ერთმანეთს ხვევნაკოცით შორდება აი ესეთი ურთიერთობებია ანუ ჩვენსავით თბილი ხალხი ყოფილა კი ძალიან თბილი ხალხი გულთბილა ადამიანები მე ვყავს მაშინ რა ქვია ჩემ ბავშვების მეგობრები არიან სამი დედმამიშვილი კეთინო თამრიკო და თემუკა ორი და ერთი ძმა ხო რა თქმა უნდა არიან ესპანეთში ბარსელონაში და რამდენი წელია უკვე იქ არის კეთინო და არიან კეთინო და თამრიკო კი ახლა ჩავიდა რაღაც ერთი რამდენიმე წელია და ეს ვერ ჩერდება და ისინი რა ვიცი შეგუებულები არიან მოკლედ იმათგანაც ვიცი რომ ძალიან ბევრი გვაქვს რაღაცა ისეთი საერთო ესპანელებს და ქართველებს ჩვენ და უკვე აკავშირები ბევრ ამას კი ბატონო აი ჯუბა ჩვენ ხა სამყაროს ესე იგი წერტილი თუ ღერძით როგორ ვთქვათ ოქროს კვეთა თუ ღებელი ხარ შენ და არის შენი გვარი ფსევდონიმია უბრალოდ რომელთაც გიცნობს მთელი ლიტერატურული სამყარო შემოქმედებითი ხალხი ქართული საზოგადოება და საქართველოს საზღვრებს იქით კიდე ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ რომ ხარ შენ ძალიან კარგი მთარგმნელი და თარგმნილი გაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ავტორების ნაწარმოებები და ნუ მოკლედ გიცნობს დედამიწაზე არაერთი მნიშვნელოვანი რატო ღებელი ხო რატო ღებელი იმიტომ რომ შენი სოფელია ღები ონის მუნიციპალიტეტში ხო ონის რაიონის სოფელი ღები უმშვენიერესი
რაჭის ერთ-ერთი სოფელი ძალიან მიყვარს რაჭა. აი აუცილებლად უნდა მიგიწვიოთ და ეს წერლობა წერლები უნდა მივიწვიო ღებში, ღები უნდა ვაანახოთ, რომ ღები დაიწყება საქართველოს ჩვენთვის რაჭის ნუ ღებელების ყველასთვის თავისი კუთხიდან იწყება, მაგრამ ზოგადად ღებია თვითონ ესეთი საკრალური ადგილმდებარეობა. ძალიან საკრალური ადგილმდებარეობა აქვს. იმისთანა საკრალური რომ რამის თავდაყირა დააყენოს მთელი ბიბლია. აი ნახეთ ედემი, რასაც ჩვენ სამოთხეს ვეძახით. ევროპაში სიტყვა ედემი არ არის, არის ედენი. აი, მაგას ვამბობ ზუსტად. რამის თავდაყირა დააყენოს მთელი ღებში, ანუ ღების მთებში ჩრდილოეთით არის ედენას მთა, ედენას მწვერვალი. და იმის გვერდზე ცნობილი ფაზისი, ძველი ფაზისი, საიდანაც მოდის მდინარე რიონი და ცხენისწყლის ორი მდინარე ერთი იქიდან გამოედინება ფაზის მთიდან. და როცა ახლა მე და ერეკლე ხშირად ვკამათობთ ხოლმე საღლიანი რომ არგონავტები ავიდნენ სვანეთში და სვანეთში არ იყვნენ, იმიტომ რომ ისინი შემოვიდნენ ფოჩი, აუყვნენ რიონს ძველ ფაზის და ავიდნენ ფაზის მთაზე, ანუ ღების თუმცაღა რა თქმა უნდა, მაშინ სვანეთს ეკუთვნოდა ესა და მაგას შეიძლება ერეკლეს და სვანებს დავეთანხმო. მაშინ ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. რა თქმა უნდა, მაშინ ეკუთვნოდა. თუმცა სხვათა შორის იგივე მინდა ვთქვა ზოგადად კოლხეთზე, როცა ამბობენ რომ კოლხეთი არის სამეგრელო და შეიძლება რაღაც იმერეთის ნაწილი, მე ვფიქრობ რომ ეს არა მცდარი შეხედულება არის. კოლხეთი მთლიანად დასავლეთ საქართველო. აი რაჭის კავკასიონიდან დაწყებული აჭარა და ფოთამდე. და ეს არის და ნუ სწორედ იქ ავიდნენ არგონავტები და ზოგადად გამსახურდიაც ამბობს მე ხშირად ვიმეორებ ამას. ამბობს რომ ოქროს აწმისი ეს არ არის რაღაც ტყავი ამოვლებული ოქროში, ეს არის სიბრძნეთა მეთოდოლოგიური განაგება და ერთ-ერთი იყო მედიცინა, რომელიც მედიამ წაიღო და ეს დანარჩენი არის რაჭის კავკასიონში და მითითება აქვს სწორედ აი ამ ფასისა და ედენას მიდამოებზე. რაჭის კავკასიონში რომ და იქ არის ახლა ბრილის ამარხები, სადაც უკვე ეგვიპტის ნიმუშებია წაღებული და ამბობდნენ ადრე რომ ეგვიპტიდან შემოტანილი იყო ეს, მაგრამ ახლა მტკიცდება და ამის მტკიცებული აიყვება რომ თვითონ აქ მზადდებოდა, თვითონ ბრილში მზადდებოდა და გაქონდათ ეს ნიმუშები ეგვიპტეში. აი ეს არის აქ აი რა საინტერესო არის მადლობაში აი ამ არაჩვეულებრივი წაი აგერა აქვს შენ ესენის პირამიდები. კი ბატონო. ისინი ეგვიპტური ისინი მადლობა აი ამ რამაზის სიტყვის პირველად იყო სიტყვა და ნუ ჩვენ მოვთ ახლა ჩვენ მივდივართ იქამდე რომ აბრაამი ქართულური წარმოშობის არის და თვითონ იესო ქრისტეს პირდაპირ ხაზით მოდის და სხვათა შორის მუჰამედის პირველი ხაზი არის ოღონდ უკვე მეორე მიმართულებისა. ხო და აბა რას გეუბნები ჯუბა რომ მთელი ბიბლია თავდაყირა დადგება თქო. ნამდვილად დადგება. ხო და ეხლა მითხარი შენ ლექსი ღებზე რაღაცა გექნება აუცილებლად. აი ხა ღებზე ვერ მოვძებდი ამ წუთში სამწუხაროდ. ნუ რა აბა მითხარი, რამე მითხარი. მოდი ეს სამშობლოზე ვიტყვი ისე. თუმცა ძალიან მიყვარს ლექსი, თუ მოვძებნე მე შემოგთავაზებთ, დარჩა სოფელში ჩემი ბავშვობა ესეთი ლექსია, ძალიან კარგი ლექსია და მე თუ მოვძებნე შემოგთავაზებთ. ხო, ჯუბას და ღების კავშირი. კი. რომელიც არასდროს არ წყდება. რა თქმა უნდა ეს ასეა. საიდანაც ხარ და სადაც გახსოვები, აბა მითხარი, აი ეს უნდა და ზუსტად საჭირო იყო. დარჩა სოფელში ჩემი ბავშვობა. დარჩა სოფელში ჩემი ბავშვობა. ჩემი ცხოვრების მთელი სიმდიდრე. მუხამეშურის ცივი ქარები, ჩემი რიონის მღრიე ტალღები, ჭალები, ჩემი სოფლის ჭალები, დასაფლავები, ფასის მთა, გონა, ბუბა და შოდა, რასაც ვერაზოს ვერ დავივიწყებ, დარჩა სოფელში ჩემი ბავშვობა, ჩემი ცხოვრების მთელი სიმდიდრე. გონის მთებიდან მოდის ჩვეშური, მახსოვს შოდურიც გადარეული, ჩემი ბავშვობის თეთრი რვეული. ვერ მიჩვეული მე უმათობას მიპყრობს და ბოჭავს სევ და დღითი დღე დარჩა სოფელში ჩემი ბავშვობა ჩემი ცხოვრების მთელი სიმდიდრე ბეგი თავი და ბერთა სანახშო და პაპა ჩემის კამის სამახშო ერდო საბძელი ბეღელი ხარო ტყივილით მახსოვს ხვდები მე მათგან უკვე რაშორს ვარ და მეძალება ფიქრის სიკვდილზე დარჩა სოფელში ჩემი ბავშვობა ჩემი ცხოვრების მთელი სიმდიდრე ლათქიშორაზე ხიდი პატარა ნაფეტვარა და ნაკალავარა ჭალუკეები მინდვრის შარაგზა დაპატარავდა
ველი გადახმა, სიყრმე დამშორდა, გულში კი ქარი ქრის და ქირქილებს, დარჩა სოფელში ჩემი ბავშვობა, ჩემი ცხოვრების მთელი სიმდიდრე, ანწლი კუნელი არყის ხეები, მწარებლები და ღოღნაშოები, სადათვეები, საჯიხვეები, ტყე და ღრეები, როგორც რაეო, ანდა რაშოვდა, როგორც ყვავილი მტვერში გზის პირზე, დარჩა სოფელში ჩემი ბავშვობა, ჩემი ცხოვრების მთელი სიმდიდრე, ვერ მივეჩვევი უიმათობას და მეძალება ფიქრი სიკვდილზე. სიკვდილზე ფიქრი ჯერ ადრეა, მაგრამ ისე მართლა რა საოცარი რა ის არის ფენომენი არა ჯუბა რაც წლები გემატება ბავშვობისკენ გეკაჩება მთელი გული გონება სულია შენი აზროვნება სულ ყველაფერი გახსენდება ბავშვობი რაც წლები გემატება ადამიანს ჯუბა ღებიდან დაიწყო შენი პირველი ლიტერატურული ნაბიჯები, ხო? შენი შემოქმედების გაზეთი, ესე იგი, რომელი გაზეთი იყო, რაიონული გაზეთი განტიადი. ეს სიტყვა ბიოგრაფიიდან, ხო, ამოიღეთ. კი, ესე იყო. ვეცადე, აბა. დიდი მადლობა, ესე დაინტერესების შემოციცი, იმიტომ რომ დიდი შრომა გაგიწევთ, იმიტომ ამ ყველაფერს მოინა, აი ეს ნამდვილი ჟურნალისტური ჭრება. ხო, ესეთი ხო ჟურნალისტური მიდგომები. კი ბატონო. მე რაჭასთან ბევრი რამე მაკავშირებს, კი არ მაკავშირებს სიცხოცეულია იჩემი, მე მაქვს ესეთი ლექსი, მე როცა ვიბადებოდი, მღრიერიონი დიოდა და ზუსტად ასე იყო. შეიძლება ეხლა არ გქონდეს და შემეშლება და არ მინდა რომ შემეშალოს იმ რიონის სანაპიროსთან ცადა ჰაერი მშიოდა და საბძელის თავზე მამალი გათენებამდე ყიოდა მეთქი და თურმე ეს საავადმყოფო ღები ძალიან დიდი სოფელი არის და ქონდა თავისი საავადმყოფო რიონის პირზე იდგა და ღამის 2 საათს დაიწყო მშობიარობა ადიდებულა რიონი და შეუვარდნილა იქ და ძირს გადაურჩენი ვართ მე და დედა ჩემი და აი პალატიდან წყალი შევარდნილი პალატიდან გამოუყვანი ვართ და გადაურჩენი ვართ მოკლედ რამოდენიმე ადამიანი და გადარჩი მე დავიბადე ღებში მამა ჩემი მე როცა დავიბადე იყო სამხედროში და დატოვა თავისი ცოლ-შვილი მშობლებთან სოფელში და როგორც კი ჩამოვიდა მამა ჩემი 2 წლიდან ისე თბილისში დაუბრუნდი და ისე თბილისში ვცხოვრობ და მაგრამ ქონდა სულ კავშირი ყოველი ზაფხული ჩემთვის იყო სოფელთან ასოცირებული და ეს ფსევდონიმიც იქიდან გამომდინარეა სხვათა შორის მე ვიზრდებოდი ქალაქში ისე უბანში სადაც ხევსურები იყვნენ ჩემს გამო ხევსურები მთიულები ნუ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები მაგრამ უბრალოდ ხევსურები და მე იმდენად შემიყვარდა ხევსური და ხევსურეთი და ხევსურები რომ სულ იმათ წიაღში ვიყავი და ჩემი პროტესტი გამოიწვია ხევსური ძმაკაცი საწყალი თენგოა თენგოის მოხევე და მოხევე ხევსური ჩემი პროტესტი გამოიწვია ამ ფსევდონიმთან დაკავშირებით იმან რომ სულ იყო ხსენება შატილი და სულ შატილი იყო და არასდროს არ იყო ღები მაშინდელი მაინც შატილი იყო რაღაც ისეთ საკრალური და ეხლაც ეგრე არის და რაღაცა და სულ მეტი ყურადღება ქონდა და სულ ქონდა პროტესტი მოკლედ რატო ღებს არ ახსენ ყველა ესევა და რაღაც ამხელას უკვე და ღები იმხელა იყო ტერიტორიულად არა მოსახლეობით რომ თელ ხევსურეთს უდრიდა მოსახლეობით და ეხლაც ალბათ იქ სამწუხაროდ რა დიდი სოფელი ძალიან 1500 კომლამდე იყო, ეხლა 700 მიზეთ ჩამოვიდა და აი ეხლა ადგილობრივი მოსახლეობაც მოზამთრე ღებელები 150 კომლამდეა, 150 კომლს ხევსურეთში ვერ იპოვე მოზამთრეს ნეტავკი იყო. არა, ხევსურეთში 2-3 თუ იპოვე. ის ძალიან დიდი ამბავია. მესამეები ჩემს ხევსურეთს ძალიან მიყვარს მე და მიყვარდა. მე ძალიან მიყვარს ხევსურეთი, ხევსურები. ხო და იქიდან წამოვიდა მე ამ ფსევდონიმის აღება, რომ ღებელის ხო. პირველი მე დავიბეჭდე 1985 წელს ის იყო ჟურნალისტიკის დამატება ნობათი და ვახსენო ბაღათი არაბული რომელიც რედაქტორი და მეც ნობათით დავიწყე ჩვენ ნობათელები ვარ არა დიდობაში ნობათით მაგრამ მანამდე წარებში ვიყავი ხო 20 რამდენი წელი ვიყავი 18 წელი ნობათში მასთან რა ქვია ბაღათთან გავიზარდე ფაქტიურად და მე გადავედი ცისკარში. ეხლა კი ჩვენსავით გამოვიყურება დავეციეთ ასაკში. შენ არა ისე პატარა როგორ დავითხარ. მადლობა. მოკლედ ესე იგი და რა მინდა ეხლა რა რითი გავაგრძელოთ.
თუ გქონდა ისე მინდა იმ ესპანეთზე ვისაუბროთ დიასპორასთან შეხება ესპანეთში ყოფნისას. რაიმე საკითხთან დაკავშირებით. აი რა მდგომარეობაშია დიასპორა? აი რაღაცა რომ დაჭირდეს დაუშვათ ჩასულ ადამიანს და თუ რაღაცა იმედად თუ არსებობს ქართული დიასპორა ისეთი რომ მიაკითხო და რაღაცა ან დაგაკვალიანონ, გზაკვალი გასწავლონ, რაღაცა პრობლემის გადაჭრაში მოგეხმარონ, გვერდში დაგიდგნენ. იმიტომ რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებისას ჰქონდა ეგ სათვის ტომოები და ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ქალაქში იყო ძალიან დიდი ქართული სათვის ტომები, რომ ძალიან აქტიურად მუშაობდნენ, თანამშრომლობდნენ და მართლა ფარი და ხმალი იყვნენ ქართველებისათვის. სამწუხაროდ ევროპაში ეს ესე არ განივრცო და იქ ერთადერთი ნავსაყუდელი თუ რა ვიცი აი ჭესაში გამდგომი არის ალბათ მაინც სათვის საელჩოები, საერთო და საკონსულო, იმიტომ რომ სადღაც არის სხვადასხვა ახლა ამერიკაში არის, მაგრამ რამდენად აქტიურად მუშაობს ამ ხრივ არ ვიცი და რაღაც, მაგრამ სათვისტომო ამერიკაში ქართული სათვისტომო ძალიან კარგად მუშაობს. ხო, აი ესე ვიცი, გაგონილი მაქვს. ძალიან კარგად ხელმძღვანელობს ამ სათვისტომოს ნიკოლოზ ჩხეიძე. ხო და ძალიან დიდ კარგ საქმეებს აკეთებენ, პატრონობენ ქართულებს. და ეხლა ევროპაში მესე არ გამიგია, თუმცა არის რომელიღაცა მე მგონი საფრანგეთში უნდა იყოს, იტალიაში და საბერძნეთში, იმიტომ რომ მათ ძალიან კომპაქტურად და ბევრი ქართველები არიან. საფრანგეთშიც არის კი. თუმცა ესპანეთში ძალიან ბევრი ქართველები არიან, არის ესეთი პატარა ქალაქი ლაიორხას თითქოს მან შეუძლიათ კიდეც რომ მოითხოვონ ავტონომია, ხო? თუ დიდი ხანი ცხოვრობენ. ჩვენი ქართველების ის ნახეთ ჩვენი ქართველები როგორები ვარ ჩვენ აი ქართველები რომ მოხდი ვიტყვი ახლა ამას საინტერესო არის 1-5 წელი წინ მოხდი მე ესპანეთში და არის ეს პატარა ქალაქი სადაც საწარმოებია ბევრი და ბევრი ქართველი მუშაობს და მათ შორის არიან ბევრი სომხები ეროვნული სომხები ესე ვთქვათ სასომხეთიდან ემიგრანტები 1000 ოჯახი ერთი 1000 ოჯახი მეორე და სუფრასთან წავიდა საუბარი სომხებმა გადაულაპარაკეს სუსუდად ერთი მეორეს რომ ჩვენი ავტონომიის საქმე როგორ არის თურმე როცა 1000 ოჯახს აჭარბებს იქ რა ავტონომიის აი რაღაცა ავტონომიური უფლებების მოპოვების ისა და მოითხოვეს მათ ეს ავტონომია და იგივე რომ კითხე ქართველებს თურმე ესეთ რამე ხდება თქვენთან თქვენ რატო არ ითხოვთ მეთქი და ჩვენ კაცო აქ არ ვაპირებ დარჩენაცო ჩვენ საქართველოში და 20 წელი აქ ცხოვრობ 25 წელი კიდე ვიქნები აქ და მოითხოვე რას გიშლის მაგრამ არა და იმ შემთხვევაში ამ მოითხოვეს რა პრივილეგია ავტონომია ლამის გათანაბრებულია მოქალაქეობასთან და მოყოლებული პრივილეგიებით პენსიებით სამეცნიერო დახმარებით ოჯახის წევრები რომ წამოიყვანო იმათ რამე რომ დაჭიდეს და 1000 ქართული ოჯახი წარმოგა 1000 ქართული ოჯახი ჯერ იქ არის 5000 ადამიანი და მე ნათესაობა ვინც ოჯახის წევრებზე ვრცელდება რამდენი ხო წარმოგდი მაგრამ არა ჩვენ ხო უნდა წავიდეთ ახლა ჩვენ ხო ახლა რა გვინდა და მეგეთები ვართ ქართველები რომ ჩვენ ანუ ამ ავტონომიას თუ მიიღებ აი ეს პრივილეგიები არის ხო მე ახლა კიდევ გასაგებია ახლა კაცო ყველა ამაზრზეა ვიღაცა ხო შეიძლება ამაზრზეა ვიღაცას უნდა და იქნება არაფერს არ გიშლის ეს ამაშია საქმე არაფერს მიიღეს ავტონომია და არაფერს არ გიშლის კაცო ვინგი ხო და მიიღონ მერდა რატო არ იღებენ ხო არა ამისთვის არ უნდა ახლა წავიდნენ იქ რაღაცა ხო დოკუმენტაცია მოსავლა რაღაცა არა იმიტომ რომ აი ეს ჩვენ ვართ ეს საფეხურების გავლა ამერიკაში პირველი ღებელები ვიტყვი, მაგრამ ღებელები იყვნენ წასულები, დადიოდნენ უბრალოდ გასულ საუკუნეში 900-იან წლებში დადიოდნენ ღებელები და მოდიოდნენ ამერიკიდან სათიბად მარიამობის თვეს აგვისტოში მოდიოდნენ სათიბისთვის და უნდებოდნენ გზაში, ესე იგი თვენახევარი უნდებოდნენ გემით რომ ჩამოსულიყვნენ ამერიკიდან რაჭაში, საქართველოში. და როცა ეკითხებოდი ამერიკიდან ჩამოდიოდნენ ხო და იმდენი ფული გამოგეგზავნათ და რა ქვია მუშაგა დაგექირავებინა და გაეთქვი იყიდნენ მაგრამ არა ეს იყო რას ლაპარაკობ ეს იყო იქ უნდა ჩასულიყვნენ ეს იქ უნდა თვითონ ეთიბათ აი ეს იყო ქართული ნოსტალგია ქართული გული აი ამაშია რა ანუ ქართული თავწაკრულებს მუხლებ დაკაპიცებ მადლობა ჩვენ ეს გენეტიკური კოდი გვაქვს და ჩვენ ესეთები ვარ და მადლობა მოგიდგენიას ამუდამ რაღაც დარჩენა და ფიქრი მადლობა უფარს და ლექსი მოუხდება ახლა გადაცემას ხო და ისევ ახლა ისევ რა კი სამშობლოს იგუტრიალებთ ისევ სამშობლოზე ლირიული წავიკითხავ სამშობლოზე
გვასაუბროს და არ დაგვღალოს. ერთმანეთს. არა მარტო გვასაუბროს. შეიძლება მაორმა გითხრას ჩვენ ეხლა ეს არა გვაქვს მაინდა-მაინც პოეზიის საღამო და განხილვა, იმიტომ რომ დღეს ეხლა ხუთლიან და საერთოდ ევროპული მიმართულებები და ამერიკულიც ესია, რასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი რამე ვთქვი ეხლა რუსული ლიტერატურიდან და საბედნიეროდ უნდა ვთქვა მათ და რომ რუსულ პოეზიაში კიდევ შენარჩუნებული არის სამშობლოს თემა და ძირეული თემები, თუმცა ითვლება რომ ეხლა სამშობლო სადაც არის, უშკელი ლექსი აღარ და სამშობლოზე ისე მეც ვიტყოდი რომ იმიტომაც არის ბატონო ჯუბა, გენაცვალე, მეგობარო, იმიტომაც არის რომ სადაც სამშობლოა ნახსენები და პატრიოტიზმი ის ლექსად არ ითვლება. იმიტომაც არის რელიგიად მოახსენე და იმიტომაც არის რომ მომავალი თაობა დღევანდელი ახალგაზრდობა აი რა მივიღეთ არ უყვართ ქვეყანა და ესა მხატვრობაში სიურეალიზმს დაემსგავსა პოეზიაც ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეხლა სიურეალიზმი საერთოდ წამოვიდა, ხო, რაღაც ეს გამოუშვეს ნახაზი და რო ვეღარაფერ ვერ დაარქვეს, დაარქვეს სიურეალიზმი და აბსტრაქცია. და ხო და ესე არის ეხლა პოეზია, რაღაცას დაწერენ, რაღაცა ეხლა კვერცხი მივაფერთხე იმას, რა ქვია, კედელს და რაღაცები გაიფშვა და ეს არის პოეზია და მსგავსი. მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ არის პატრიოტული თემა პოეზიაში, მე ვთვლი რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის და წავიკითხავ ეხლა. აბა. სახალისოც არა, მაგრამ ესეთი ლექსია. აბა რა არის სამშობლო? ხოჭეთ რომ დაასვეს კითხვა გამოცდაზე და იქიდან წამოვიდა მე აბა რა არის სამშობლო და მე რომ უყვა ეს ცნობილი ლექსი რომ სამშობლოზე და მე ეხლა იმას არ წავიწყებ, წავიკითხავ ამ ლექსს. აბა რა არის სამშობლო? მითხარი ბიჭო გოგია. რა უნდა გითხრა, არ ვიცი, იესო ქრისტე მგონია. აბა რა არის სამშობლო? აბა სამშობლო რა არის? შენ რაღა სიტყვი ღვთისია, რაც გოგიამ თქვა, იგივეს სამშობლო ქრისტეს სისხლია. რაცა მათა თქვეს ასია, შენ როგორ ფიქრობ აღაზა? მეც ვფიქრობ, ქრისტეს რჯულია, რამაც მშობა და აღმზარდა. მაინც რა არის სამშობლო? შენ რა აზრის ხარ თოლიგე? ჩემთვის სამშობლო ისა აი მთაზე რომ თოვლიდებს, მერე რომ გაზაფხულდება, ია ამოვა საფლავთან, იქავეც გავეშურები, მიუვალ მამა პაპათა. 100 წლის მერე არაჩვეულებრივი მიყვარს მე ჯუბაღებელის შემოქმედება, არაჩვეულებრივი მართლა ლექსებია, აი ისეთი გულში და სულში რო გაივლის და ლექსის დანიშნულება რაც არის ის არის ზუსტად ჯუბას ლექსები და ხო არ გაჩვენება ჯუბა, აი მე მქონდა აი ეს შეკითხვა, ერთ-ერთი შეკითხვა რომ შენი აზრით თანამედროვე ახალგაზრდობას რამდენად უყვარს სამშობლო, ხომ არ გაუფერულდა, ხომ არ გაცვდა დროში, ხომ არ გაცვდა მამულის სიყვარული მათთვის? ცით კარგი და საჭირო როტო კითხვა არის, იმიტომ რომ პასუხის გაცემა ცოტა სახიფათოა და პათოსი, მაგ კითხვის პათოსი უნდა დავეთანხმო, იმიტომ რომ გაცვდა. ეხლა ჩემი ესპანეთში ყოფნის დროს რამოდენიმე ახალგაზრდა შემთხვევით იქ ხო ვერ გაიგებ ქართველია თუ არა რომ მიდის ქუჩაში თუ არ დაილაპარაკე, ჩემი მეუღლესთან ერთად ვიყავი რაღაც გადაულაპარაკე და ერთი ახალგაზრდა გოგონა გადაგვეხვიებდნენ მონატრებული და მოწყობილი იყო ამ ქართველებს. ქართულ სიტყვას და ემას გადაგვეხვია და შემთხვევით გაიგო ქართველები ვიყავით და რამის სემლები წამოვიდა დიდხანს არ მინახავს დედა მამა ეს იქნებოდა დაახლოებით 25 წამდე გოგო რომელიც სწავლას აგრძელებს ესპანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და მითხრა რომ მისი ძმა იყო წამოსული გერმანიაში სწავლობდა იგივეს და და-ძმანი იყვნენ და ერთი ძმა იქ მეორე და აქ და ახალგაზრდა მშობლები რომელიც ზესტაფონში ცხოვრობენ და ესეთები ძალიან ბევრნი არიან და კითხვაზე რომ უნდა ისწავლონ აქ და მიიღონ განათლება და გახედვა აღარ უნდათ აქეთკენ საქართველოსკენ არა ისინი არ დაბრუნდებიან ნუ თუ რაღაც ძირეულად არ შეიცვალა იმიტომ რომ წამოვიდნენ იმიტომ რომ აქ ვერ ნახეს რაღაც არ იყო ეს პირობები თუ რაღაც და არ უნდათ იცით ეს ტენდენცია არის რომ იქ ვინც იმკვიდრებს ახალგაზრდები თავს
სავარაუდოდ გაუჭირდება დაბრუნება. აი იმათაც კი რომლებიც სამუშაოდ არიან წასულები, ოჯახებში მუშაობენ, ბებიებს სულიან თუ სხვა, იმათაც კი უკვე ასაკოვანი ადამი, უკვე ასაკოვანები რო გახდნენ იქ ყოფნაში, რო წავიდნენ 20 წლისები და 40-ების რო გახდნენ და 40-ებს რო წავიდნენ და 70-70-ების რო გახდნენ, იმათაც კი უჭირ დაბრუნება და თქვენ წარმოიდგინეთ ახალგაზრდა 20 წლის ადამიანი რომ წავა, იქ რომ სამსახურს დაეწყებს, უმაღლეს რომ დაამთავრებს, იქ რომ დაოჯახდება, იმის ბავშვები სკოლაში დაეწყებენ სიარულს. უკვე სხვა გარემოებები იცვლებიან და სახელმწიფო მამას თუ არ მიხედათ ჩვენ საქართველოს მთები და გორები ყველგან არის გესმით ჩვენ აღარ შეგვჭირდება ჩვენი ქვეყანა ქართული ხალხი აღარ შეგვჭირდება და აი მეცნიერთა კონგრესი ახლა მე ამ ტელევიზიაში ვზვარ და შემიძლია არ თქვა სწორედ სულ ამაზე საუბრობს რომ ქართველების გარეშე ზუსტად აი ეს არის მეცნიერთა კონგრესის პროგრამა საშუალების წინაშე ვდგავართ შემოკარგებოდა ხარ ქვეყანა რა იქნება მე ახლა ძალიან ლიბერალურად ვარ განწყობილი იმ ადამიანების მიმართ რომლებიც აქ უცხოელი მივხვდებიან იმიტომ რომ მე ახლა მეც უცხოელი ვარ ესპანეთში და ევროპაში ჩვენი ადამიანები და ამერიკაში უცხოელები არიან და ის ქვეყნები კარგად ვიღებენ ჩვენ მაგრამ ის ქვეყნები არიან ძალიან მრავალრიცხოვანი ახლა ესპანეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე არის ასევე სხვა ქვეყნების და იმათში მაინდამაინც კი არის ძალიან ისე შემოსევა მაგრამ მაინდამაინც არ აისახება და აი აქ ძალიან ბევრნი არიან უკვე თვალში საცემი და ის ადამიანები ჩვენ თვალში გვეცემიან არიან არა ეს ქართველებს ჩაანაცვლებენ ეს შემოსულები სახეზე მე ისე თქმა მინდა ციცი რომ ეხლა ჩინელს ეთყობა სახეზე რომ ჩინელია ვიეტნამეს თუ ვთქვათ ინდოეს თუ რაღაცა და ნუ ჩანს ესენი მაგრამ რაც არ ჩანს კიდევ მრავლად არიან იმიტომ ძალიან ბევრი პაკისტანელი ძალიან ბევრი არაბი რო შეხედავ აი ესე ჯგუფში დგანა ვერ შეატყობ აი 8-9 ბიჭი ლიფჩი შედის ვერ შეატყობ ერთ-ერთ სასწავლებლის იმაში ვიყავ ლიფჩი შევდიოდი ძალიან ბლომად არაბები სწავლობდნენ და სულ ქართველები მეგობრები იმიტომ ლამაზი ბიჭები ჩამოწყნი ბიჭები და ამ დროს საუბრობენ არაბულად არაბები არიან და ვერც გაამჩნევ ვერ შეამჩნევ ისინი ქართველები არ არიან რა თქმა უნდა ცუდი არა კი ყველა შემოვიდეს ღმერთმა გაუმაჯოთ მაგრამ ჩვენ უნდა არა შენ როგორ შემოვლენ ისე გავიდნენ კაცო რა გორჩებიან კაცო ძალიან საიშობიც შემოვიდნენ კაია შემოდი გადი კაცო და ეს აი იცით როგორ არის გეომეტრიული პროგრესით გაიზრდება და თუ ერთ წელიწადში ესია ორ წელიწადში სამაგი გახდებიან და ჩვენი ხალხი მიდის და ეს პაკისტანელები და ისინი და სახელმწიფომ ინდოელები ძალიან მრავლდებიან ჩვენ საპასპორტო რეჟიმი თუ რაღაცა ის არ ვიცი რაღაცა შემოვიღო თუ რაღაცა რომ აი ამ კუთხით უფრო მეტი ყურადღება ექცეოდეს და ყველაზე მთავარი მიექცეს ჩვენ სახალხაზრდობას ყურადღება და კონდეთ საშუალება ქვეყანაში დარჩენისა და დაოჯახებისა და შრომისა და შრომის უფლება. ხო, პირველ რიგში ეს უნდა შეიქმნას ეს ფონი და ნიადაგი, რომ რაზეც შეიძლება დამაგრდეს, ხო, ქართველობა და ხო, ძალიან საშინელება გულის გახეთქვამდე მივდივარ ხოლმე, აი ფიქრი აღარ მინდა, იმიტომ რომ გაგისკდება ადამიანს გული და მე რა რამე შეიცვლება თუ რა ეს სახელმწიფო უნდა თითქოს წინ მივდივართ მაგრამ სადღაც ვერ მივდივართ წინ თითქოს რაღაცა ვითარდებით არა ბაცო რა ვითარდები კი ბატონო ვითარდები მაგრამ აი ეს საკითხები რაც 17-18 წლის წინ წავიდა ჩემი მეუღლე კატასტროფული მიგრაცია ესპანეთში რო შეგვექმნა მდგომარეობა გაიზარდნენ ჩვენი შვილები დაამთავრეს უმაღლესები აქ და ჩემი შვილებიც ახლა ორივე ამერიკაში იყვნენ ჩემი ბიჭი ახლა დაბრუნდა მაგრამ იქ არიან გოგო იქ არის დაქორწინდა ესე იგი ჩემი შვილების და ეხლა შეიძლება შვილიშვილებზეც ის ვიფიქრო რომ იმათაც იქ მოუწევთ წასვლა და ნუ სადღაც ხონდა გვეშველოს რაღაც ეტაპზე ხონდა რაღაც ძლიერად უნდა ვიყოთ 3 მილიონი ვართ მაგრებში 8 მილიონი არის ხო ნუ ზოგადად ეს რაღაც იმით და აღარა ვართ საქართველოში აღარ არის ამდენი ქართველი ძალიან ცოტა ქართველია დარჩენილი 3 მილიონი ნუ 2 მილიონი ადამიანი არის სადღაც 500,000 ოჯახი 500,000 ოჯახი ნუ დღეს უნდა გქონდეს პირობებისა რომ ასად არ წავიდეს და კარგად ცხოვრობდეს რა აი არის სადღაც არის ეს დამარხული ძაღლის კუდი და ჩვენ ეს უნდა გადაარჩეთ ძაღლის თავი კუდი ხო არა რანაირადაც არ უნდა ამიტომ პოეზია გვერდზე დაგრჩება შემოციცი და ყველაფერი გვერდზე დაგრჩება თუ ჩვენ ფიზიკურად არ გადარჩი და ყველაზე მთავარი ხა ფიზიკურად გადარჩენა ჩვენს ქვეყანაში პოეზიაც იმიტომ მინდა და წიგნიც იმიტომ მინდა და რამე იმიტომ მიხარია რომ ჩემ ქვეყნისთვის მინდა ვიყო და ჩვენ სულ თარგმნოთ გალაქტიონი და შოთა რუსთაველი ჩვენ ევროპაში ამით კარგი ხანი დაჭირდება რომ გავიცნოთ და რაღაცა ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოთ მაგრად ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს ჩვენი პოეზია ჩვენ რუსთაველს ჩვენ რო ვიცნობთ ნუ შეიძლება მოვიდეს ესეთი დრო ყველამ ერთი ენაზე ავლაპარაკდეთ როგორც ბიბლიაშია მაგრამ
ნუ მანამდე ეს არის რომ ჩვენ ქვეყანა გვაქვს და ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი ჩემო ძვირფასო და მე მადლობა რომ შენ ამ საქმეს აი ამ გადაცემითაც შენი შემოქმედებით, ამ არაჩვეულებრივი წიგნებით, შენი არაჩვეულებრივი მოთხრობებით და გადაცემითაც ემსახურები. მადლობა. ჯუბა, ახლა მე თავში წავიკითხე ჟურნალისტი, ტელერეჟისორი, პოეტი, მწერალთა ასე შემდეგ და აი ბოლოსთვის შემოვიტოვე ის რომ მარტო ისე უბრალოდ არ გავავრცობ რომ სულ ახლახას აგირჩიეს თუ დაგნიშნეს თუ როგორი თქმის ლიტერატურული საქართველოს მაგაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს სიუჟეტად მინდა საზოგადოებას დარჩეს. გასაგებია, მაგრამ უბრალოდ ერთი წინადადებით. არის ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აი ამაზე გავჩერდები ხა ჩემოცით. ხო, ნუ იმიტომ რომ მე მითხრეს რომ კითხა თუმცა თავად ლიტერატურის საქართველოს ჩემთვის ძალიან ძვირფასი გაზეთი არის, ეს არის ერთ-ერთი უძვირფასესი და აკადემიური გამოცემა იყო ყოველთვის და მე სურვილი მექნება რომ მე ვიქნები თუ სხვა იქნება ამ გაზეთის სათავეში ეს ამ გაზეთს დაუბრუნდეს ის თავისი ავტორიტეტი რომელიც მას ჰქონდა. კი, თავარია ავტორიტეტი დაუბრუნდეს, იმიტომ რომ ლიტერატურული საქართველო ყოველთვის იყო, რა ვიცი. უნდა დარჩეს კიდევაც მიშელობა არ ვინ იქნება მისი მთავარი რედაქტორი, ამას მიშელობა. რა თქმა უნდა. ბატონო ჯუბა, მეგობა რომ რამდენიმე წუთი დაგვრჩა ჩვენ გადაცემის დასრულებამდე და წავიკითხოთ რა ერთი ორი ლექსი მაინც მოვასწროთ. ადი პოეტებზე წავიკითხოთ მაშინ. წავიკითხოთ. მხოლოდ პოეტს ტკივა გული ლახდა მაინც დარდიანს პოეტები სიყვარულის ჯადოქრები არიან პოეტს მხოლოდ პოეტს ესმის მამულს როგორ უშველოს მიწაზე დგას თუმცა ზეცის მხედარია უბელო უჭირს ანთულხინს რამე დარდი დავიდარაბა გულში მალავს გულის გარეთ არაფერი არ გააქვს პოეტისულ პურიტანობს არსულს დება ალმასი თავის ქოხს და პურის კალოს არაფერზე არ გაცვლის ტკივა თვალზე ცრემლი ვერდის თუმცა სულში ქარია პოეტები ნათელს სევდის მეგობრები არიან ქარში მზეზე როგორც მტვერი ან აზრებში სანთლები ალადებიან პოეტები პატიმრები დარდების მხოლოდ პოეტს ტკივა გული უსმენს მწუხრის არიას პოეტები სიყვარულის ჯადოქრები არიან. ბრავო. ესები უნდა იყვნენ თუ არ არიან ყოველ შემთხვევაში. 2 წუთი დაგვრჩა თუ მოვასწრებთ. 2 წუთი? კი. კარგით, მაშინ ერთ ლექსს ავიკითხავ და ნამდვილად მოვასწრებ და ამით ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობები. აბა. აი ესეთ ლირიულ ლექსსაც წავიკითხავ და ამით დაგემშვიდობებით და მადლობას გადაგიხდით. მიყვარხარ. შენი სულის ხვეულები, ტანს მაქვს შემოხვეულები, 1000 გეუბნები მიყვარხარ. გავფრინდებით, მოვფრინდებით, დრომოვა და შორს ვიქნებით, წუთი სოფერეს მზის ყანაში მივყავართ. მზე ჩაუდგამთ ხნურში ყანებს, მოდი ნისლებს ცისკენ ავყვეთ, მე შენს მეტი ქვეყანაზე ვინ ამყავს, შენი სულის ხვეულები, ტანს მაქვს შემოხვეულები, 1000 გეუბნები მიყვარხარ. ბრავო. მიყვარხართ. გაიხარეთ. მოკლედ ჩემი გადაცემა დასრულებულია, პატივცემულო ტელემაყურებლებო. მიყვარხართ, რა თქმა უნდა, ყველა აბსოლუტურად. და შეგახსენებთ, რომ ჩემი სტუმარი გახდათ პოეტი, არაჩვეულებრივი პიროვნება ბატონი ჯუბა ღებელი. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ.